მომავლის ბანაკი ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა ახალგაზრდების სხვადასხვა მედლებით და თასები დააჯილდოვეს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული გუნდები. მომავლის ბანაკის მონაწილეებმა წარმოადგინეს ბანაკის 10 თემატური დღე, გაიმართა ფლეშმობი და სეზონი გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა. ანაკლის მომავლის ბანაკში სულ 6 ნაკადი იყო, აქედან დაჩენა 1800-მა მოზარდმა, მათ შორის ჰერეთის მკვიდრებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებმა და წარჩინებულმა მოსწავლეებმა საქართველოს ყველა კუთხიდან. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მსგავსი ღონისძიებები და მომავლის ბანაკი მომოწესაც გაგრძელდეს. იმედი მაქვს რომ ასეც იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ თუნდაც ნახეთ, რამხელა ემოცია და სიყვარული არის ამ ბავშვებში და რამხელა ენერგია ჩადებული ყველაფერი იმაში, რომ მათთვის შეძლების დაგვარად პირობები შექმნილი იყოს. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაერთიანა საქართველოს ყველა რეგიონის 1700-ზე მეტი მოსწავლე, რომელიც ბანაკმა 6 ნაკადად მიიღო. ამ მოსწავლეთა შორის იყვნენ ჩვენი თანამემამულეები ჰერეთიდან და ამას გარდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის 50 ბენეფიციარი.